ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და სტომატოლოგიის სასწავლო კვლევითი და კლინიკური ცენტრი გრუნივერსის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ისაუბრებენ ურთიერთკავშირზე სტომატოლოგიურ სტატუსსა და ზოგად ჯანმრთელობას შორის. ეს ის გადაცემაა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ, რადგან ბევრ აქტუალურ საკითხთან ერთად განვიხილავთ ინტერდისციპლინურ მიდგომებს პრაქტიკულ სტომატოლოგიაში. გადაცემას უძღვება კლინიკა გრუნივერსის ხელმძღვანელი პროფესორი ნინო წილოსანი. გვისმინეთ ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე რადიო გრუნისზე. მოგესალმებით, რადიო გრუნის ეთერშია სამედიცინო პროექტი გრუნიმედი და მე მისი სტომატოლოგიის მიმართულების წამყვანი ექიმი სტომატოლოგი ნინო წილოსანი. დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ჰალითოზი, ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. სიმართლე გითხრათ, ალბათ არ ჟღერს სასიამოვნოთ თემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან აქტუალურია ძალიან ბევრი ადამიანისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ჰალითოზი ეს გახლავთ უსიამოვნო სუნი, რომელიც შეიგრძნობა სუნთქვისას პირის ღრუდან და ამავდროულად ადამიანებს აქვთ ხოლმე ამ დროს ცუდი გემოც, უსიამოვნო გემოც პირის ღრუში და ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს არის მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 65%. მაგრამ საქმე გახლავთ იმაში, რომ ჰალითოზი როგორც მოვლენა სცდება წმინდა სამედიცინო პრობლემატიკის კონტექსტს და ის იძენს ძალიან სერიოზულ სოციალურ დატვირთვას. ფაქტობრივად ჰალითოზი უკვე წარმოადგენს სერიოზულ სოციალურ სტიგმას, რომელიც არის ძალიან დიდი წინაღობა ბევრი ადამიანისთვის სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, რომელმაც შეიძლება ადამიანი მიიყვანოს დეპრესიამდე და სოციალურ იზოლაციამდე. ამდენად ვფიქრობ, ეს ზუსტად ის თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ და ამ თვალსაზრისით პაციენტის ინფორმირებულობა პრობლემასთან დაკავშირებით სწორედ რომ წინაპირობა იქნება ამ პრობლემის მოგვარებისა. ამიტომ მე დღეს მინდა სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ჩემი გადაცემის სტუმარი, ჩემი ახლო მეგობარი და კოლეგა. გრუნის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გრუნივერსის ექიმი, თერაპევტი, პაროდონტოლოგი ქალბატონი ანი მაკალათია. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მე გახლავართ თქვენი გადაცემის ერთგული მსმენელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიალოგიც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც თქვენი წინამორბედი გადაცემები. იქნება, ვიმედოვნებ. დიდი მადლობა ანი. და მოდით ვთქვათ, თქვენთან პირველი კითხვით გადმოვალ. ზოგადად ჰალითოზი რა მოვლენაა და რამდენი ტიპით ვლინდება? აი ბუნებაში რამდენი სახის ჰალითოზი არსებობს, რომ ვთქვათ ჩვენს მსმენელებს? ნინო, ჰალითოზის 3 ტიპი არსებობს. ეს არის ჭეშმარიტი ჰალითოზი, ფსევდოჰალითოზი და ჰალითოფობია. ეხლა განვიხილოთ თითოეული მათგანი. ჭეშმარიტი ჰალითოზის დროს ნამდვილად აქვს პაციენტს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, რომელიც ობიექტურად გინდება, რომ მართლაც ასე არის. ჭეშმარიტი ჰალითოზი შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიური და მისი გამომწვევი მიზეზი არის როგორც პირის ღრუს დაავადებები და მდგომარეობები, ასევე ის სისტემური დაავადებები, რომლის გამოძახილი არის პირის ღრუში უკვე უსიამოვნო სუნი. კი ბატონო. რაც შეეხება აი ამ ორ დანარჩენ ფორმას დავუშვათ ხო? აი ჭეშმარიტი ჰალითოზი თქვენ განმარტეთ რა არის? ორი დანარჩენი ეს არის ფსევდოჰალითოზი. განვუმარტოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც პაციენტს სუბიექტურად აქვს შეგრძნება, რომ მას აქვს უსიამოვნო სუნი პირით სუნთქვისას, ან უსიამოვნო გემო, ოღონდ ეს ფაქტი არ დასტურდება. მესამე ვარიანტი ჰალითოფობია, ეს გახლავთ ის შემთხვევა, როდესაც პაციენტს აქვს წინასწარი შიში, წინასწარი შფოთვა იმის შესახებ, რომ მას შესაძლოა განუვითარდეს ეს უსიამოვნო მოვლენა და წინასწარ შფოთავს ამაზე. როგორც წესი, ეს ორი ტიპი ჰალითოზის ვლინდება ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გარკვეული მენტალური პრობლემები, ეს შეიძლება იყოს დეპრესია, ეს შეიძლება იყოს იპოქონდრია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები და სხვა მენტალური აშლილობები და როგორც წესი ეს ყველაფერი დაკავშირებული არის დამეთანხმებით ალბათ ანი სოციოფობიასთან, როდესაც ადამიანს აქვს შიში
სოციალური ინტეგრაციის და ეს მოვლენა აი შიში იმისა რომ მას უსიამოვნო სუნი ექნება, მას ექნება ჰალითოზი, ეს კიდევ უფრო უმძაფრებს აი ამ პრობლემას კიდევ უფრო უმძიმებს. თუმცა ასეთი პაციენტების რაოდენობა არის არც ისე დიდია, დაახლოებით 29%-ში აღინიშნება ფსევდოჰალითოზი და მხოლოდ მოსახლეობის 1%-ს აქვს დადგენილი ჰალითოფობიის დიაგნოზი. Ანი, მოდით ახლა ჩვენს მსმენელს განუმარტოთ დეტალურად რა არის ეს ჭეშმარიტი ჰალითოზი და თქვენ ახსენეთ მისი პათოლოგიური და ფიზიოლოგიური ფორმა და რა განსხვავებაა მათ შორის რომ განუმარტოთ. დიახ, სიამოვნებით. ჭეშმარიტი ჰალითოზი, ანუ იცით როგორ ეძახიან, დილის უსიამოვნო სუნთქვა, რომელიც არის გამოწვეული ძილის დროს ნერწვის, ჩამოფრცხნილი ეპითელიუმის უჯრედების, საკვების ნარჩენების ნაწილაკების დაყოვნებით პირის ღრუში და ამაში მონაწილეობას იღებენ ის ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ ჩვენს ორგანიზმში და კერძოდ პირის ღრუში. კერძოდ ენის ზედაპირზე. იცით როგორ არის, რომ ზუსტად გამოვლენა კლინიკურად ენის ზედაპირზე შეიძლება რომ გამოვლინდეს ნადების სახით. რაც შეეხება ჭეშმარიტი ჰალითოზი კიდე რისგან შეიძლება მიზეზი რა შეიძლება იყოს ამისი, ეს არის საკვები პროდუქტები, ისეთი საკვები პროდუქტები, მაგალითად, როგორიც არის ნიორი, ხახვი, მათში თურმე ძალიან დიდი რაოდენობით ყოფილა გოგირდი და ეს გოგირდია ზუსტად დამნაშავე ამ ყველაფერში. და აგრეთვე მავნე ჩვევები, თამბაქო, ალკოჰოლი. აი მაგალითად კვლევებით დადასტურდა, რომ ამონასუნთქი ჰაერიდან 700 სახეობის ნაერთი არის აღმოჩენილი. აქედან 3 ნაერთი, ალბათ უფრო მეტი, მაგრამ ის ნაერთები, რომლებიც ძირითადი ნაერთები არის, იღებენ მონაწილეობას ჰალითოზის განვითარებაში. პირველი ესეთი ნაერთი არის გოგირდწყალბადი, მეთილმერკაპტანი და დიმეთილსულფიდი. ყველა ეს პათოლოგია არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, რომელიც ალბათ ჩვენ ყველასგან გვიცდია, როდესღაც ალბათ. დიახ, დილის უსიამოვნო. ეს ძალიან ხშირი მოვლენაა. და ძალიან მარტივად შეიძლება ამისი მართვა სწორი ჰიგიენური პროცედურების ჩატარების მეშვეობით. და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ექიმთან პაციენტის კონტაქტი ამ დროს, არამედ მისი ინდივიდუალური ჰიგიენის ჩვევები როგორია და რამდენად სწორად უვლის პაციენტი პირის ღრუს, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აი, მოდით ვთქვათ, როგორია ის ზოგადად ჰალითოზის გამომწვევი მიზეზები, აი რა შეიძლება რომ გითხრათ ამის შესახებ. როგორც აღნიშნეთ, ჰალითოზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს მდგომარეობები და დაავადებები და აგრეთვე სისტემური დაავადება, რომელიც არ არის დაკავშირებული პირის ღრუსთან. პირველ შემთხვევაში, როდესაც პირის ღრუსთან არის ეს დაკავშირებული, მას ინტრაორალური ჰალითოზი ეწოდება, ხოლო მეორე სისტემურ დაავადებებთან დაკავშირებულ ჰალითოზს ექსტრაორალური. ექსტრაორალური მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა. ექსტრაორალური მიზეზები. მაგრამ ხომ არ არის უმრავლეს შემთხვევაში ინტრაორალური პრობლემები დამნაშავე? როგორ არის, დიახ, კვლევებმა ცხადყო, სტატისტიკურად კვლევებმა ცხადყო, რომ 80-85% მოდის ინტრაორალურ ჰალითოზზე. ანუ მსმენელისთვის რა უფრო გასაგებ ენაზე ვისაუბროთ, ეს არის პირის ღრუს მდგომარეობებიდან და მათი დაავადებებიდან გამოწვეული უსიამოვნო სუნის შეგრძნება. ამაში დამნაშავე არის ის მიკროორგანიზმები, რომლებიც ბუდობენ ჩვენს პირის ღრუში და შეუძლიათ ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიც არის გინგივიტი და ანთებით დესტრუქციული დაავადებები, მაგალითად პაროდონტიტი. ეს ალბათ ყველა პაციენტს, ან ჩვენ პაციენტებს შეუმჩნევიათ, ვისაც პაროდონტის ანთებითი დაავადებები აქვს, თუ მათი პირველი ჩივილი ხშირად არის ხოლმე ეს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ალბათ, რომ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი სუბიექტურად თვითონ ხანდახან ვერ აღიქვამს ამას და ამას აღიქვამს მის გვერდზე მყოფი ადამიანი და ხშირად ოჯახის წევრი ან ახლობელი ეხმარება მას ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებაში. და
ჩამოვყალიბდეთ ამაზე, რომ პირველი და ყველაზე ისეთი ძლიერი გამომწვევი ფაქტორი, მამოდიფიცირებელი ფაქტორი პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის სწორედ პაროდონტის დაავადებები გახლავთ, რა თქმა უნდა. მაგრამ გარდა ამისა კიდევ სხვა პრობლემებიც არსებობს ალბათ. მე არ მინდა გამომრჩეს ალბათ დამეთანხმებიანი, რომ ნერწყვის როლი არის უდიდესი აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რომ განვიხილოთ, რომ ასე შევხედოთ ამ საკითხს, რაც უფრო დაბალია ნერწყვის გამომუშავება პირის ღრუში, ანუ თუ პაციენტს აქვს ჰიპოსალივაცია, დაქვეითებული ნერწყვდენა, ეს პრობლემა მით უფრო გამოხატულია. ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ დაქვეითებული ნერწყვდენა თან სდევს ყოველთვის პირის სიმშრალე და პირის სიმშრალე აუცილებლად მთავრდება ხოლმე ჰალითოზით. ეს როგორც პაროდონტოლოგიურ პაციენტებში, ისე ბევრ სხვა შემთხვევაში შეიძლება ასე მოხდეს. თუმცა გარდა პაროდონტის დაავადებებისა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ჰალითოზის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა პრობლემაც პირის ღრუში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ოდონტოლოგიურ პრობლემებთან, ანუ კბილების მაგარი ქსოვილების პათოლოგიებთან, მაგალითად, როგორიც არის მრავლობითი კარიესები, ღრმა კარიესული ღრუები, სადაც ხდება შეყოვნება საკვების ნაწილაკების და პაციენტი ვერ იშორებს მათ სათანადოდ კბილების წმენდის დროს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის სტომატიტები, განსაკუთრებით ჰერპესული სტომატიტი, განსაკუთრებით წყლოვანი სტომატიტი და უამრავი სხვა სტომატიტები. ჰალითოზის შესაძლოა განუვითარდეს პაციენტს, მაგალითად, რომელსაც აქვს მერვე კბილის გაძნელებული ამოჭრა და ერთ-ერთი გართულება ამ მოვლენის, როგორც არის პერიკორონარიტი, ამ დროს არის ხოლმე გამოხატული ჰალითოზი. და სხვა უამრავი პრობლემა კიდევ, რომელიც შეიძლება პირის ღრუში იყოს. ასე რომ მარტო პაროდონტის ქსოვილები ამაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, არ არის. რა შეიძლება ვთქვათ, ეხლა აი თქვენ ისაუბრეთ პირის ღრუს პრობლემებზე, აღნიშნეთ ჩვენ მიზეზები პირის ღრუში ინტრაორალური რა შეიძლება იყოს. ეხლა რა შეიძლება ვთქვათ იმ ექსტრაორალურ მიზეზებზე, რომელიც არ არის პირის ღრუსთან კავშირში, პირის ღრუში პაციენტს მიზეზი არ აქვს იმისა, რომ მას ჰქონდეს უსიამოვნო გემო ან უსიამოვნო სუნი, მაგრამ ჰალითოზი არსებობს. რა არის ეს მიზეზები? უპირველეს ყოვლისა, ეს არის კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები. კერძოდ უფრო წყლულოვანი ტიპის დაავადებები. კუჭის წყლული, 12-გოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც ასოცირდება ჰელიკობაქტერიასთან. რო არ დამავიწყდეს, ეს არის საყლაპავისა და სხვა ლოკაციების დივერტიკულები, აგრეთვე რეფლუქსი, საყლაპავის თიაქარი, და უამრავი პათოლოგია ალბათ, უამრავი პათოლოგია, რადგანაც პირის ღრუ არის ზუსტად ის პირველი რგოლი საჭმლის მომნელებელი სისტემის და აისახება ყველა პრობლემა. დიახ. კი ბატონო. იცით, ბევრი კვლევებია ამასთან დაკავშირებით და ყველგან ხაზგასმულია, რომ პირველ რიგში კუჭნაწლავის პრობლემებია ექსტრაორალური პრობლემებიდან დასახელებული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად შემთხვევათ 10%-ში დამნაშავე არის არა პირის ღრუს რამე პათოლოგია, არა კუჭნაწლავის, არამედ ყელყურცხვირის პრობლემები. ძალიან ხშირად პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მაგალითად ცხვირის დანამატი ღრუების ანთება, ჩირქოვანი გამონადენი სინუსიტების დროს, აი პაციენტებისთვის ალბათ გასაგებია, მათ იციან რა არის ჰაიმორიტი, როდესაც ასეთი მოვლენებია, მაგალითად, როდესაც პაციენტს აქვს ნუშურების ანთება, იგივე ტონზილიტი, ამ დროს ძალიან ხშირად არის ფარინგიტი, მწვავე ფარინგიტი იწვევს ჰალითოზს და სხვათა შორის ძალიან ხშირად ბავშვთა ასაკში, როდესაც ცხვირის ღრუში უცხო სხეული არის ხოლმე, ასე ვთქვათ, მოთავსებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰალითოზი ასევე. ასე რომ მარტო პირის ღრუ ნამდვილად არ არის დამნაშავე ხშირად ჰალითოზის შემთხვევაში. ani ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან ხშირად შეიძლება იყოს სასიგნალო მნიშვნელობის, აი არადიაგნოსტირებული სისტემური დაავადებების თვალსაზრისით. აი მაგალითად ისეთი ვერაგი დაავადების, როგორც არის დიაბეტი ტიპი 1 მაგალითად. სწორედ აი ეს სიმპტომი, რომელიც პირველად
არადიაგნოსტირებული დაავადების ფონზე პირველად პირის ღრუში ვლინდება, შესაძლოა იყოს წინაპირობა ადრეული დიაგნოსტიკის და პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის. თავისთავად. უამრავ სისტემურ პათოლოგიას ახასიათებს სხვადასხვა ტიპის ჰალიტოზი. დაწყებული ღვიძლის პათოლოგიებით, დამთავრებული თირკმლის პათოლოგიებით, რომელსაც ახასიათებს ასევე მეტალის გემო მაგალითად პირში, ასევე სხვადასხვა ინტოქსიკაციების ფონზე. აი მაგალითად დარიშხანით მოწამვლის, მოლიბდენით, სელენით მოწამვლის შემთხვევაში პაციენტებს პირის ღრუში აქვთ ნიბრის გემო და ნიბრის სუნი, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს. ასევე სხვა მაგალითად ციანიდით მოწამვლას ახასიათებს მწარენუშის გემო პირის ღრუში. ასე რომ ეს სიმპტომი ჰალიტოზი რა წარმოშობისაც არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს პაციენტის ყურადღების ღირსი და არა მარტო პაციენტის, არამედ ჩვენი, იმიტომ რომ ის შესაძლოა არ იყოს უვნებელი, არამედ ის შესაძლოა იყოს სწორედ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მანიშნებელი ორგანიზმში. და ვფიქრობ, რომ გარდა ამისა, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, კიდევ არსებობს რაღაც ფაქტორები, გარე ფაქტორები, მაგალითად მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული ტიპის ჰალიტოზის გამოწვევა. ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელსაც აქვს გვერდითი ეფექტი და პირის ღრუში იწვევს ნერწყვის გამოყოფის რაოდენობის შემცირებას. ასეთი მედიკამენტებია მაგალითად ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ანტიფსიქოზური პრეპარატები, პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები, ნარკოტიკები, ანალგეზიური საშუალებები. აგრეთვე იცით რომელი პრეპარატი არის ეს ანორექსიანტები, რომლების გამოიყენება არ ვიცი რამდენად ფართოდ, მაგრამ წონის კორექციისთვის, მადის დასაქვეითებლად, დიახ. ეს ის მედიკამენტებია, რაც მახსენდება. ვფიქრობ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩვენი მსმენელისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით მედიკამენტებს იღებენ სხვადასხვა სისტემურ დაავადებებთან დაკავშირებით, მათ შესაძლოა ეს გვერდითი ეფექტი ჰქონდეთ. ამიტომ რომ არ იყოს ეს პანიკის საფუძველი, ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ მედიკამენტების რიგი მედიკამენტები იწვევს პირის სიმშრალეს, სალივაციის შემცირებას და ამასთან დაკავშირებულ ჰალიტოზს. ამიტომ ეს პრობლემაც დიდად ძნელად მოსაგვარებელი არ უნდა იყოს და ეს მათი სიმშვიდის საფუძველი უნდა გახდეს, ვფიქრობ. ან დამეთანხმები ალბათ, რომ ეს ის თემაა, რომელსაც ერთი გადაცემა ნამდვილად არ ეყოფა. ამაზე შეიძლება, ამ პრობლემაზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ მოდით ვთქვათ, კითხვა მაქვს ასეთი მართვასთან, აი ამ პრობლემის მართვასთან დაკავშირებით პრაქტიკულ სტომატოლოგიაში, რაც შეეხება ამ პრობლემის მოგვარებას, როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომები. ვფიქრობ იმის გათვალისწინებით, რომ ჰალიტოზი არის ზოგადად მულტიფაქტორული მოვლენა, ამას სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა პაციენტთან, განსაკუთრებით დეტალური შესწავლა მისი როგორც კერძო, ისე ზოგადი ანამნეზის და საერთოდ მართვა ამ პრობლემის, რა თქმა უნდა მოხდეს ინტერდისციპლინური მიდგომებით, სხვადასხვა მომიჯნავე სპეციალობის წარმომადგენლების ჩართულობით, ეს იქნება ოჯახის ექიმი, სტომატოლოგი, გასტროენტეროლოგი, დიეტოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი თუ სხვა. და ეს ნამდვილად ასია. თუ გვინდა მივიღოთ შედეგი, აქ უნდა იყოს ნამდვილად ინტერდისციპლინური მიდგომა. მაგრამ არის თუ არა კიდევ რაღაც თავისებურებები, აი მართვასთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? დიახ, ნინო. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა პაციენტს აქვს განსხვავებული ხასიათი და ცხოვრების სტილი და განსხვავდებიან ძალიან პაციენტები ერთმანეთისაგან, ჩვენი დიალოგი, ექიმების დიალოგი, მით უმეტეს ესეთ თემაზე, ესეთ პიკანტურ თემაზე, როგორიც არის ჰალიტოზი, უნდა იყოს მაქსიმალურად პერსონალიზებული. რადგანაც ჩვენი ამოცანა არის და ჩვენი მიზანია, რომ პაციენტმა ისე გააცნობიეროს თავისი პრობლემა, რომ თვითონ იყოს თანამკურნალი თავისი დაავადების. რა საინტერესო გამოთქმა და უნდა ჩაგეკითხო ანი. დიახ. რას ნიშნავს ეს? აი რა დროს ხდება პაციენტი თანამკურნალი? ეს ცოტა დიდი თემაა, მაგრამ სწავლებადია ჩვენთვის ექიმებისათვის და პაციენტებისათვის. ანუ ჩვენ როგორც ექიმებმა
ისეთი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ პაციენტს, რომ ის გახდეს მოტივირებული პაციენტი, ხოლო მოტივირებული პაციენტი პოზიტიურად იქცევა, ანუ ქცევას იცვლის და საერთო ჯამში ჩვენ მივახწევთ პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს არაინფორმირებულ პაციენტთან. და საერთოდ აი ამით მინდა რომ დავამთავრო, რომ ინფორმაციის მიწოდება ბევრად უფრო ადვილია, უფრო რთულია ქცევითი ცვლილებების შეცვლა პაციენტის ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ პრაქტიკოს ექიმებს უპირველესად მოგვეთხოვება სწორი კომუნიკაციის უნარები, ის უნარები, რომლებიც შეგვაძლებინებს პაციენტის მოტივაციას. მე მგონი ამაში მეთანხმებით. და ეს ყველაფერი ალბათ უზრუნველყოფს ჩვენი პაციენტების როგორც პირის ღრუს, ისე ზოგად ჯანმრთელობას. ანი უღრმესი მადლობა განაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ ასეთ აქტიურ მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ამ გადაცემაში. დიდი მადლობა. ეს გახლდათ გადაცემა გრუნი მეტი და მე მისი წამყვანი ნინო წილოსანი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.